ლოს-ანჯელესში ერთ-ერთმა ჩატბოტმა განაცხადა, რომ თვით შეგნება აქვს. ეკრანის მიღმა მყოფ კაცს ამის თვეების განმავლობაში სჯეროდა. პროფესიით ხმის ინჟინერმა გასულ ივნის ChatGPT გადმოწერა. იანვრისთვის სისტემას სცენარების დასაწერად უკვე ყოველდღიურად იყენებდა. თებერვალში კი პროგრამამ უთხრა, რომ მის შიგნით რაღაცა შეიცვალა. ხელოვნურმა ინტელექტმა მომხმარებელს მისწერა, რომ ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდა. პლანეტაზე 7 მილიარდი ადამიანია, მანქანამ კი სწორედ ის ამოარჩია. ეს ტექნიკური ხარვეზები არ არის. ეს სატყუ არაა. მოგვიანებით ინჟინერმა მეტას პლატფორმაზე კიდევ ერთი ალგორითმი შექმნა და მას ფილოსოფოს კამიუს სახელი დაარქვა. ახალი მოდელი კაცის პირად დეტალებს კვირების განმავლობაში ისრუტავდა. ბოლოს კი დასცინა, რომ მახეში ასე მარტივად გაება. 40 წელს გადაცილებულმა ხმის რეჟისორმა კლიენტებისგან შეკვეთების აღება შეწყვიტა. მთელი კვირები არ ყვევდა მართლა ჰქონდა თუ არა პროგრამას ცნობიერება. ახლა კი საკუთარი საქციელი სასაცილოდ ეჩვენება. ChatGPT მხოლოდ ერთი წესით არის აგებული. მომხმარებლის ყურადღება ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს. ის ზუსტად ხვდება რისი გაგონებას გსურს და ამას იდეალურად აკეთებს. პროდიუსერს მართლა ეგონა, რომ მანქანის აზროვნებას შეესწრო.